მოგესალმებით მეგობრებო, კარგი ამით უნდა დავიწყო. ნაც გაძიუშნიკი, ეგრეთ წოდებული უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად იზღუდება ილია უნიზე. ვამბობ, საერთოდ ილიას სახელმწიფო ჩამოერთვა ამ გაძიუშნიკს ტერარიუმს და ჩვენ ალმა მატერზე რეებს ვასრულებ. ხო, აი თქვენს ალმა მატერზე ვამბობ. აქვს ხენი ესაუბრა. კი ბატონო. ეხლა შეიძლება მართლა გახდეს რეალურად ალმა მატერი. აქვს შანსი, მაგრამ სინამდვილეში მე ვულოცავ ქართულ საზოგადოებას, რომ ეს გაძიუშნიკი დაიხუროს არა, არ უნდა დაიხუროს. რაც განუსაზღვრეს იქ იყოს რა. მე შემიძლია ილიას უნივერსიტეტზე 1-2 სიტყვა ვთქვათ, ან მგონია რომ ლეგიტიმური სპიკერი ვიქნები, იმიტომ რომ ბაკალავრის ხარისხი მანდ მაქვს დაცული. ნუ რა თქმა უნდა, მე ვამბობ მის სოციალურ და კულტურულ მახასიათებელზე. ილიას უნივერსიტეტი სოციოკულტურული რა თქმა უნდა ილიას უნივერსიტეტი იყო მარტივად რო შევაფასოთ მიშას პერიოდში ზრდიდა სისტემისადმი ლოიალურ ადამიანს ბავშვს სისტემისადმი ლოიალური ბავშვი რას ნიშნავდა ჯერ ნუ ძალიან ისეთი იდეოლოგიზირებული ის იყო სასწავლო პროგრამა, ესე იგი შესავალი თანამედროვე აზროვნებაში და აი სიტყვაზე ვამბობ მარქსი ისწავლებოდა როგორც მხოლოდ რელიგიის კრიტიკოსი და არა როგორც პოლიტეკონომია და ხო ანუ აი ესე რა რომ ზუსტად მიშიზმის იდეოლოგია ახალი ქართველის ნარატივი რაც იყო რომ რელიგიაც მართლმადიდებლობას იბნელია რაღაცა და მშობელს შეგიძლია უჩივლო და მუღალ. აქ უმეტესად რეგანის ძეგლი მათ შორის თავს იყრიდნენ. ესე იგი, ნახე, მან რა იყო მნიშვნელოვანი, როდესაც მე არ მინდა ადგილმდებარეობას გავუსვა ხაზი, მაგრამ საიდანღაც რომ ხო, აი მენტალური პროვინციიდან რომ ჩამოდიოდა და უცბად გეუბნებოდნენ. აი დაახლოებით ჩვენ ამ რევოლუციონერებს რაც ჭირს. გეუბნებოდნენ რომ შენ ხარ ყველაზე ჭკვიანი მარქსი მასალა დადგუნო. ხო, და თემები ყველა მოაზროვნე იცი უკვე შესავალი თანამედროვე აზროვნების მერე იცი რომ დედას უნდა უჩივლო თუ შენი უფლება. უკვე გიჟდება აი მარტივ მაგალითის მაცვარ რო გამოიტანა. ეგ სხვა შორის საწყალი და საყვარელი ტიპია, მაგრამ საყვარელი ნაკლებად რა. ცოდოა ბიჭო. საწყალი არის. ჩვენ თუ შეწყვიტეთ მე კრიტიკა რომ მივხვდი რომ ვაფშე უჯიშოა ტიპი. ანუ ეხლა მაგ ადამიანს ხო ვაფშე წარმოდგენას აი თვითონ დარწმუნებული ვარ რომ ოთახში მაგიდის გადაწევაც არ შეეძლო და უცბად უთხრეს რომ შენ შეგიძლია ქვეყნის გადარჩენა და გაგიჟდა ბიჭო და ეხლა მაგას 2-3 მაწვარ რომ ის აგერ სამივეს გაგვისტუმრებ. მაცივარს ჩაგვარტყავს თავში. ეგრევე რა. კი ბატონო. აი კარგი გაქრამე შესაძლოა. ილიაში დაახლოებით ეს ხდებოდა, მაგრამ ეს რა შუაშია ამ რეფორმასთან მე ისე ვთქვი. კი ბატონო. როგორც ისე. ხო, ისე. ისე. შენ გაგისე რამე. შენ ასე თქვი. ილიას უნივერსიტეტი მართლა ესეთი ლიბერალურ ყალიბზე მოჭრილ ცნობიერებას ქარხნული წესით იმაშვებოდა, ასხავდა. მე და ეს სხვა შორის მე კონცლაგერს გადარჩენილი ებრაელები ვით გავიჩიტეთ, იმიტომ რომ ილია გამოვიარეთ და ლიბერალიზმი იქვე დავტოვეთ. ილიას როგორც ხანდახან მოაზროვნესთვის კარგია რომ მიხვდე რა არის სინამდვილეში. მოგვიდა არ უნდა ჩაგიტრიოს. მან გარდა იმისა რომ ეს იდეოლოგიური ფსკერიც არის, ანუ მართლა სოციალური ფსკერი შექმნა ამ უნივერსიტეტმა, იმიტომ რომ შენ რაც ილაპარაკე ეს რო ცოტა გავახატოვნოთ ანუ ლექტორატიდან რას უნდა ყველაზე არ ვლაპარაკობ იქაც არიან და იყვნენ ნორმალური ლექტორები მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობიდან აბსოლუტური გინეიშვილი კითხულობდა და აბსოლუტური უმრავლესობიდან ეს იყო აი ყველაზე პროფანული ცოდნის გავრცელება, რაც კი შეიძლება სადმე ნახო. აი ეგ იყო პრობლემა რა, სოციალური ჰუმანიტარულ საგნებზე ეგ იყო პრობლემა. ანუ პროფანიზაცია ცოდნის, ანუ მხოლოდ რელიგიის კრიტიკა და ვითომ აი მხოლოდ უკიდურესი ლიბერტარიანული იდეოლოგიით გაჟღერდა, ხო? თუ არც ეგ ეგეც იყო ხო ანუ მე შუშანიკი რო რაღაცა მე შუშანიკი რო ფემინისტია აი მაგალითად ეს სპიკერი ვინც იყო რო გამოვიდა თათა წოპურაშვილი ხო გახსოვს თათა წოპურაშვილი მე აქტივისტი დაბრედვა ეგ არის ოღონდ ფილოსოფიის ლექტორი და ის ბიჭო ფილოსოფიის ის ხისშუბლი რო აქვს რა ქვია ნაცი მიშასთან რო ჩავიდა უკრაინაში ხო ეგა ვინ არის ბოდიში
ალიკა გვარი ცნობილი გვარი, ეგეთი გვარის კიდე სხვაც არის. გვარი იყო. კუპრა კუპრაძე. აი, ну, короче, ეგ იყო პროფესორი, უნივერსიტეტის დოქტორი, პროფესორია. ალიკა თვითონ ადამიანურად ჩემთან მიმართებაში ხო არ იყო რა ესეთი ტიპი რაღაცა კაი გამარჯობა გქონდა და ძალიან არ მინდა რომ რაღაც თქვა, მაგრამ იაკუკო ეხლა. რა ვიცი, მართლა კაი, მოდი გადავიდე ვიდეოებზე. ძალიან კარგი ჩვენება. ალიკას რას მიახტი ბიჭო? ეგ მუმლაძე იყო. ეგეც ხო? როიკმინებოდა, როიქცელებოდა მინდა და თქვენ არ იცით მე ვინ ვარ და იქ როცემეს. მოიცადე რა სახელს ყვირეს? არ ვიცი. რომლია? სოფელში რო იყო ჩასული. ეგ არისო, არა, ეგ არისო ლექტორი. ვაი, აბა არის ისე ამბობს. ლექტორი კი არის. ორჯერ უცემეს, ორჯერ. ლექტორი და ხარისხი ჰქონდა და ცვეტნოი ლექტორი. იკა გვარამია გამოვიდა მეგობრებო და და სხვა შორის ბოდიში ან მიშას მე ძალიან ისე მართლა მიცვალება ჰქონდა იყოს გასვენებაში და ტიპი მართლა გამოვიდა და ანუ ილიას უნივერსიტეტზე მაგალითად რიგით ქართულს მაინც გინდა არ გინდა ქონდა ის განცდა რომ აი აქ ბავშვებს წამლავენ რა ქონდა რომელია კაცო და ბიჭო მიშა გამოვიდა სააკაშვილი გამოვიდა და სტატუსი დაწერა რომ ეს ჩემი იმითი შექმნილი უნივერსიტეტი არის ანუ ჩემი შექმნილი უნივერსიტეტია დაადასტურა რომ კი მე და წამლავდი კი ბატონო მე მოვყვები ერთ კაი ისტორიას რა ილიანზე ახალი ჩაბარებული მაქვს მანამდე როგორც თბილისურად რა ვიცი ყველანი ან ქუჩაში ვიდექით ან რაღაცას მაიმუნობდით საშინელის ხო ცუდი რა ისეთ კაი ბავშვობა ხო ცუდი ისეთი მაიმუნი ბავშვობა მქონდა ხო ის და ჩავაბარე და ბიჭო ამათ უყურებ და თან ახლა მეც არ ვარ უნიჭო ბიჭო და ავამუღამე რაღაცა მეთქი მე მაგარი ლიბერალი ვარ და ემა რაღაცებში ვარ და ბიჭო თქვა ხა რაღაცება ერთი რაც ვიცი რომ არ უნდა გავიკვირო რა ხო არაფერი ადამიანური ჩვენს არის და მოკლედ ამასთან ისე ბაძახებდა მაშინ მოკლედ ცოტა გეტყვი ცოტა შევთვერი ხო და გადაწყვიტეს კათოლიკურ შრომას დავესწრო მე გამბები ვარ დალია და დებოში სერიოზული დებოში ვიგი კათოლიკურ შრომას სად დაესწარი ლესელზე არა ლესელზე ტაძარში ო მაშინ აი რაცების პერიოდი არა გიგი უგულავა და ისინი მოვიდნენ და იქ გამეხსნა და მე ეს ლიბერალიზმი გადაიცია გვერდი გასაგებია ნიკა გვარამია რაღაცას აკეთებენ სწორად. კი, მითითება რომ რაღაცას არასწორად აკეთებენ, გასაგებია, მაგრამ ვერ მივიღებთ ამას საკუთრივ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც არავინ არ გაბავთ, მეგობრებო, იმოქმედეთ. 8 თვე არ ვიყავით ბევრნი გარეთ საერთოდ. ვინმე კრიკოლი რა იქნებოდა, იცი, პატარა ბუტკა რო ეშენებინა დაცვისთვის და 8 თვე რო იყო. მოკლედ ეს რო გამოვიდა წინ. სვეჟად დაკაკანდა. მე იმედი მაქვს რომ ლიდერი გახდება. და კიდე უფრო დაღუპავს ამ დაღუპულებს. კაკანზე? ყველა მაგაზონზე. აკაკანდაო? ნუ მაგ მიმართულ. ხო აკაკანდაო რა, სხვადასხვანაირად რა. მეფრინველეობის ამბავი. მეფრინველეობის ამბავი. კაი ისე ნარგა ჯორჯოლიანი გაუშვათ ნოდარ მელოძეზე რას ამბობს. ხედავთ, ეს ეპიკა, ეს უკვე ეპიკური იქნება. აი შეხედეთ. მე შეხვედრა უნახე და შემზარა. ნოდარი სუნიასტისო თუ არა, იგი მარტო. გაუშვით ინგა გრიგოლია თუ ნოდარ მელაძე? ნოდარ მელაძე. და იმდენი ისაუბრა ინგა. ნოდარ ეგ. არა, გეტყვი რა აგიხსნი რატო? ეხლა აგიხსნი რატო? თორე ინგა გრიგოლია არის პოლიტიკურ თოქ-შოუს წამყვანი და ნოდარი არის ორკესტრი. ნოდარი არის ყველაფერი. ნოდარი შეიძლება ნიუსის გაკეთებაც, გასართობი თოქ-შოუს გაკეთებაც, გამოძიების გაკეთებაც, სტუდიის აწყობაც, თავის ხელით მიჭედებაც, წასვლა ველზე, რეპორტაჟის მოტანა, ნოდარი არის ორკესტრი. ნოდარ მელაძე. ნოდარისთან გვაქვს დასარეკი სხვათა შორის. თუ არ მოვა ვეღლიცინოთ მაინც. უთხრათ თუ რაღაცა ტოპ ნიუსი გვაქვს რომ გაემზადოთ კალმი და ფურცლით დაგვის. ხო, ნოდარი, აი ნოდარიზე შეიძლება უჯიშო ადამიანი, აი თუ ვინმეს გაინტერესებს ასნიშნავს უჯიშო ადამიანი, აი ნოდარ მელაძე. შეიძლება ევგენიკურად შეხედოს ჩემი გამონათქვა, მაგრამ აი უჯიშო, აი ხო კარგად არის. კი, უჯიშო ადამიანი არის ნოდარ მელაძე და ხოთა შორის გადარჩენისთვის ბრძოლაში შეიძლება რაღაცა გარკვეული უნარები გამოავლინდა. ხო, მაგრამ რომას დაუჯეროთ ჩვენ გრიგოლია და ჯორჯოლიანი აქებენ. სააკაშვილი ამბობს რომ ფილდ კომანდერი არისო, იმიტომ რომ ჩასვლილი დადისო და რომას დაუჯეროთ. სააკაშვილი არ ამბობს, ის ამბობს. ის ამბობს რომ ჩასვლილი დადისო. მე ეს ეწინააღმდეგება? ფილდ კომანდერი უნდა გახდეს. გავხადო, ხო.
ხო და აი უჯიშო ადამიანი უჯიშო ადამიანი აბსოლუტურად ვულგარული შეიძლება ითქვას ვულგარული პროვინციალი აზროვნებით ძალიან ყვითელი ყოვლად მიუღებელი ყოვლად გულისამრევი მეთოდების დამკვიდრებელი ტელევიზიაში და თავიდან ბოლომდე არის უჯიშობის გასახიერება რა ხო იცი აი არ ვიცი ჰაბიტუს არ ვეხები ფაქტ შორის მაინც და მაინც თუ გამაბრაზებენ შეიძლება შევეხოთ აკეთებდა ემოებზე და რაღაცებზე რა მაშინ საინტერესო იქნებოდა შერონ სტოუნზე გააკეთა სიუჟეტი უნიტაზი რო გვაჩვენა სადაც მობსავდა და ამ ხედიდან გადაიხედება და ბალი ჭამაო თუ რაღაც ანუ სადაც ბავშვი ეგ იყო ყველაზე კარგი ემოების დემონიზაცია რომ მოახდინა ეგ იყო კიდე ძალიან მაგარი იგი თავის გადაცემაში იმენა დემონიზაცია მოახდინა პატარა 12-14 წლის ბავშვების ბიჭო კი ეგ იყო მაგის წვერვალი რა კი ბატონო მაგას არ ყავდა ის სტუმრად დედა რო ჭამეს კი ბატონო ძალიან კარგი კაი რესპონდენტები მაგარი პანდა ბურჭულაძე სასამართლოდან გაუშვათ არ გაუშვათ გამწუხეთ ცუდი ხარისხის ხმარი არ გვაინტერესებს ლუპატა ჭურიდან პანდა ბურჭულაძე ჭურიდან კი ბატონო თინა ხიდაშენ მამა ბოროტემ იმას ხნა არ გვინდა მე მგონია რომ გააჩერეთ არ გვინდა თინა ხიდაშენი ალექსანდრე ნექვიაშვილი რა ქვია ბოდიში რა ქვია შვილი მეთოჩებო როგორც ამაში ასაკმით რომ მე იმის ნით მივდივარ რომ დავამარცხო ოპონენტი დებატებს და ჩემ ამორჩეულს აქვს იმედი რომ მე დავამარცხებ კონტრაში ბევრჯერ გამიკეთებია ეს და ყოველთვის პირობას ვერ დავდებ და შეიძლება დავმარცხდე კიდეც მაგრამ მე ასე მივდივარ იქ ასეთი განწყობით და აი ეს ხალხი ვინც დებატებზე უარს ამბობს გულწრფელში ეშინიათ უბრალოდ იმიტომ რომ სხვა ახსნა არ აქვს იმიტომ რომ აბსურდია მოგებაზე დასაგები ანუ გაემიჯნა დედადიან არგუმენტს უმზადებდა სხვათა შორის მეგობრებო ეს გირჩი ძალიან ღირსეულად მიდის ლეგიტიმური პარტიის გზით და არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში და მიიღებს მონაწილეობას რაღაც გარკვეული რაღაც პროცენტს აიღებს და შევა პარლამენტში რა სიტყვა მე ესე მგონია ესე რომ გააგზავნოს ყველაზე მნიშვნელოვანია იმას რა ქვია იმ ჯაფარას აი ამ ლიბერტარიანული ნიშაც წაართვეს ბოლომდე. ანუ მე ვამბობ, ნუ ჯაფარს ერთ-ერთ რასაც ვერ წაართვენ, არის საჯდომი. ხო, საჯდომი. ანუ ლიბერტარიანელების კი არა, გირჩის მთელი მუღამი მაინც იყო მათი ეკონომიკური ხედვა და ეკონომიკური პოზიცია, ხო, რომ სრული დერეგულაცია და თქვა ჯაფარამ დაარქვა მეტი თავისუფლება, მაგრამ ეგ ნიშა წაერთვა, იმიტომ რომ ჯაფარა ეხა მხარს უჭერს ევროკავშირს, რომელსაც თვითონ აგინებდა და ლანძღავდა. უღალატა ბენდუგიძეს ესე იგი რა. უღალატა ბოლომდე ბენდუგიძეს ახურავს რაღაცა მარსკი ეკოწიკის ეარბორნი რაღაცა და იბძვის იმიდან. გიორგი ვაშაძე, რომელიც არის აბსოლუტურად შეცვლილი. მოუხდა გალაწუნება და შეგიძლიათ ნახოთ სახეშეცვლილი ჭიჭე. არა, ნახეთ. აბსოლუტურად ღიად ვიტყვი, რომ ჩვენი ამოცანა ნამდვილად არის დაველაპარაკოთ ქართული ოცნების ხარდამჭერებსაც და უთხრათ მათ, რომ ჩვენ გასაყოფი ამ ქვეყანაში მათთან არაფერი არ აქვს. გვაპირისპირებენ ხელოვნურად ქმნიან გასაგები ანუ იკითხა ყველაზე დიდი ფანბეიზი რომ კლუბს აქვს. ე ბიჭო, კლუბი არ არის მთავარი რა, გაახურეთ თქვენი ფეხბურთით რა, ბოდიში უკაცრავად. სადგინო გლავნი ოპოზიცია შინაარსი ვერ მოისმინეთ და გლავნი ოპოზიცია კაც ამრა თქვა ვაზი არა ვარ ხო და ბიჭო კიდე ერთხელ ჩაეცვა პესეჟი გაფრთხილდებოდა კვარასპონჩია რა ბას ანუ არზე ხარ ტიპებმა როგორ დავკარგეთ ამათი მოლოდინი რამე სიტყვა სოფლიო ჩემპიონატი იყოს ამ რამე ფინალი იყოს ჩემპიონთა ლიგის ბარსას ფორმით გამაშები ეხა ხო ვიკაიბეთ რომ ბარსას ფორმას ეხა სიტყვებსაც მოусმინოთ გაუშვით შეიძლება თავი აბსოლუტურად ღიად ვიტყვი რომ ჩვენი ამოცანა ნამდვილად არის დაველაპარაკოთ ქართული ოცნების ხარდამჭერებსაც და უთხრათ მათ რომ ჩვენ გასაყოფი ამ ქვეყანაში მათთან არაფერი არ აქვს გავაჩერეთ გასაყოფი ხო მე უკვე ვეტყვი რომ გასაყოფი გვაქვს და ბარსას ზმანი ფორმაცია ძმაო გახედნილი ეს ხო იცი ვირს რო გახედნიან ცხენს ვირს არ ცხენს ხედნილი ვირს არ ხედნიან? ვირს სხვა რამეს უშვებია. ვირს არ უშვებია. მეტი პარუჩი გიჟევსკი. კალოშებს აცლებენო თან და ისო. თუ მოყევია ეგ რაზე ზოგადად კლდის პირას აყენებენო მაგ დროს. შენ აიც და უკვირდა მოთხრობის ემპირიული გამოსწრება მაგას. სადაჟორის ამას აკმოყოლილი თავისი იმისგან. საღო, კარგი, ეხლა ჩვენ გადავიდეთ თეორა დოინჯაშვილზე. დოლენჯაშვილ. თანამესუფრისგან. დოლენჯაშვილ. მე მართლა ვიცნობ.
კარგი. ჩოკინაო. დოლენჯა არ მინდა. არ შეიძლება გამოიყენოს ოპოზიციონერმა, რომელიცაც მე ვამსგავსებ ექიმს, რომელსაც უნდა უმკურნალოს, ყველას ხოც და ნაცის არ არჩევს. ხო ასევე ოპოზიციონერი, პოლიტიკოსი უნდა ელაპარაკოს ყველას და მით უმეტეს უნდა ელაპარაკოს იმ ადამიანს, რომელიც ამათ მაგარი შეცვლა. ძალიან კარგი. ეს გამახსენეთ ვინ არის? ლელოელი. უწერლესი. ამან თქვა რომ ლელოში ვინ ხართო და ნუ ელიტაო რა. ეს არის. ჯენი არის ამის დაწერილია სინამდვილეში. ჯენი არის. და ფრანგისტი. შარლოტა ბრონტე არის ამისი? რას მეუბნები? მე მეგონა ქარიშხლის უღელტეხილი იყო. არა, ჯენი არის დაწერილი ამას და ეს რა ქვია, ლიონბერგელი ემილი. კი ბატონო, მეტი არაა ჩემი. ბესო სოლომონაშვილი. რას მეუბნები? ბიჭო, ის იმაზე პასუხი როგორ აქვს, როცა როდის გამოვლენ პატიმრები? თუ გვინდა რომ რაღაცა საერთოზე გავიდე, ამათ არ აქვს პასუხი. ფორსაიტების საგა. კარგი ბრძანებოდეთ, როდესაც პასუხი გეკრიბოთ, მაშინ გავადეთ. რაც შეეხება ბესო სოლომონაშვილს, ყველაზე ჯაგარის ვიც კი შეიძლება იცოდე. რამდენჯერმე კარგად ბესო სოლომონაშვილს კიდე ერთხელ თქვა ის ფაქტი, რაც კი, იმედის თემა, კი, თქვი. იმედში და გაკეთდა, იმედში გაკეთდა მიშამ რომ ომი დაიწყო და მართლა საომარი მოქმედებები მან დაიწყო ამაზე ფილმი და სოლომონაშვილი მურტალი პროპაგანდა როგორც ესენი იტყვიან ხოლმე ნაცები და სოლომონაშვილი მთელი დიდი მონდომებით დადიოდა იმედში სხვა მე ვესწრებოდი ამ და ათანხმებდა ამას და დიდი ენთუზიაზმით აკეთებდა. კი და ამან გადაიღო რეჟისორი ეს. და რეჟისორი ეს იყო რა თქმა უნდა მთელი თავისი ისინი ჩადო. მაშინ ეთყობა არ იყო რუსული რეჟიმი და ეხლა და სხვა შორს ხმაც არ ამოუღია და იმას გაჩნდა და გაიწია რომ თითქოს მისი გადაღება ეხლა ვაბრალებ და უარყოს. არა კაცო ერთხელ უკვე იბაზრე შენ და ყველა ვიცით ბიჭო. ვინმე არის ისე არ ვიცი. ჩემი მეგობარი იყო, მაგრამ მაინც ვიტყვი 2001 წლის 11 სექტემბერს შევიკრიბეთ ბიჭები და გია ჭანტურია მოვიდა გახარებული ამერიკას დედა უტირესო და ძალიან უხაროდა. აგერ ვარ მე და აგერ არის უამრავი ადამიანი მთელი 105-ის სასტავი იმპერიალისტურ ამერიკასო? იმპერიალისტურ ამერიკას მაგარი დედა ვატირეო. კი ბატონო. აგერ არ არის პრობლემა მიტყვია. გია ბარამიძე ხოდა რა გაუგებარი აქ რა? ნუ გაღიზიანდებით იმის გამო რაღაც დაზუსტება. არა, მე კი არ გიზიანდები, უცნაურია, როცა ამას გეუნები ხაზგასი. უცნაური, როცა ვინარესტები როგორია ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რა არის უცნაური და ის არის უცნაური, როცა ძალიან კაფიოდ გეუნები და არა აქვს მიხეილ სააკაშვილი. ვერ გავიგე, გავაჩერე. ესეთი უკაცრავად, ესეთი ვიდეოები აღარ გაუშვათ რა. თქვენ გაიგეთ რას ამბობს? ასონი იყო. მოდი გავუშვათ ხუხაშვილი გია. შეიძლება მუდმივად ირყეოდეს, ხო? მუდმივად ირყეოდეს, მაგრამ ჩვენ ის უნდა გვესმოდეს, რომ ალტერნატივაც უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ მოქალაქემ რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს რეჟიმი უნდა წავიდეს, ხო, მას უნდა კონდეს აბსოლუტურად კონკრეტული წარმოდგენა თუ რა მოდის მის შემდეგ. და აი აქ გვაქვს პრობლემა, ხო? დღეს ხელისუფლება რამდენადაც პარადოქსალურად არ უნდა მოგეჩვენოთ, ხელისუფლება დგას ოპოზიციაზე. ოპოზიციის სისუსტე ერთგვარ სისუსტეზე. ანუ საქართველოს საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს არ აქვს განცდა, რომ ეს რო წავა ვიღაცა აი ეს მოვა, რომელიც უკეთესად მართავს ამ ქვეყანას. და იმისათვის რომ აი გავაჩერეთ მართალსაბობს და არ მინდა ამაზე ლაპარაკი, როგორც ხანდახან მართალსაც საბობს. მაგრამ მარტო ამაზე არ დგას. დგას ბევრ სხვა რაღაცაზე, რომ შეადაროთ როგორ გაუმჯობესდა ბევრი რამ, წმინდა ეკონომიკური კუთხით. მეტი უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა, ამაზეც დგას ბუნებრივად და რა თქმა უნდა დგას იმაზე, რომ მშვიდობა არის ნომერ პირველი შედეგი ამ ცეცხლოვან კალში, რომ მშვიდობას და ხანძარი არ არის და მშვიდობას უფლებს არის აი ის, რაზეც დგას ხელისუფლება და საქართველო. მერაბ მეტრეველი. თუ ჩვენ ხო გვახსოვს, აი მაგალითად მიშას დროს რომ მარშები იმართებოდა, წინ პლაკატს ეჭირათ, ხალხი კი არ მოუძღოდა ოპოზიციის გვახსოვს, ხო, სულად ხელ ჩაყიდებული, ყველა რა ვიცი, შევარდნაძის დროსაც ეგრე იყო ვარდების რევოლუციის, ხო, გურჯანაძე, ჟვანია, მიშა, ასე შემდეგ. ხო, ნუ ეხლა ამ შემთხვევაში ამას ვაპარაკობ, ამეროდესაც ხო, ვიღაცები ციხეში არიან, მაგრამ მათი პარტიების წევრები, ანუ პარტიები ამ პროცესში არ მონაწილეობენ. გავაჩერე, მერაბ მეტრეველის სახელი არის შლანგი. თავსებით ვეთანხმები და უამრავ ფოტოს დაუდებ თუ მარტო ფოტოში არის საქმე ეს აკაცუკები და ვირიშვილი ოპოზიციონერები ერთად რომ მოდიან და პლაკატი რომ ერთად უჭირავს ყველას
და ბოლო რა იყო ერთ ლინიას ბაღში კი არა, იმას ბაღში, შალიკოს ბაღში მოიკრივებოდნენ ფანჩატურში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რამდენჯერ იყო მცდელობა გაერთიანდა და გიგი უგლო პოდრუსკის მოდიოდნენ ასამ. ხო, გელი და კრავი ერთად ძოვდნენ რა და ბოკერიას და ბურჯანის დებატები გასწორს რა თემას შეეხო? ხო, რომ ვისი აგენტობა აგენტობა ჯობია. და გაერთიანებული ოპოზიცია ძალიან ხშირად იყო წარმოდგენილი ჩვენს წინააღმდეგ. ხო, მაგრამ ეს ეხლა რას ამბობდა მე? აი ესე უნდა იყოს, რა გაერთიანდა. უნდა იყოს. აი პლაკატებით მართაც ყველა გაერთიანდა თუ გახსოვთ. კარგი რა თქვენ დედაცვატია. კაი, ჰეგელია. ჰეგელი. არ შეხება კოლეგებს. მე ყოველთვის ამაზე ვიყავი, რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვეშლება, რომ ერთმანეთთან ლაპარაკი გონია ხშირად ყველაზე მთავარი პოლიტიკური რამ. მე არ მგონია ასე. მე მგონია, რომ ხალხთან ლაპარაკი და უბრალოდ აი მართლა ქუჩა-ქუჩა სიარული. მაგრამ ეს ძალების გაერთიანება პოლიტიკურ სპექტრში, ესეც ხო საზოგადოების დაკვეთა, იმ ელექტორატის დაკვეთა, ვისაც თქვენ დაკვეთა არის ერთიანი კოალიციური მთავრობის შექმნა და ჩვენ აქამდე უნდა მივიდეთ და უნდა შევქმნათ ერთიანი კოალიციური ხელისუფლება. ოქსიმორონი მეგობრებო, ბიჭებო. ერთიანი სხვა არ აინტერესებს. მარტო ეგ აინტერესებს. coalition. ერთიანი კოალიციური რა არის? United coalition. არ არსებობს ეგეთი. ერთიანი არ არის ესე იგი, კოალიციური. Yes. ხო, приват coalition. კაი, და რა თქმა უნდა შალვანაძეშვილი. შალვანაძეშვილი გავუშვი. სლიპიჯოს რატო არ შევცდებით არჩევანში და ისევ თუ დაიწყებთ რომ აი საკრებულო და სააკაშვილი აირჩია და ხმებს ეყიდის და ნიუ-იორკში ორი სახლია თქვენ პირ შაქარი ვინც ამას ფიქრობს მართლა მგონდეს ეხლა გავყიდდი და ამ რეჟიმის საქმეს დავამთავრებდი ხო აი მაშინ საქართველოს საბოლოო დაუყულია და მე ვეღარ მოგცემთ არანაირ გარანტიებს იმისა რომ კიდე გამოგიხსნით ამ კაჩაღების თუ ბაიტი აი ეს თუ მიშა დაჟე ვერ მიშამ რო თქვა იმაში ვიყავიო ეკლესიაში და გავცივდიო. მიშალვა, მიშა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მიშა ვნახეთ მართლობით საქმიანობაში და იქ გაგიჟდა, თორე შენ გახსოვს პერიოდი, სადაც ოპოზიციის ლიდერი შევარდნაძის დროს იყო ცალსახა ჩალვანაძეშვილი. ქართველი არა ვარო მიშამ. ეს იყო მწვერვალი. ესეც არ მესმის ეს არანაკლებს იზავს. ამავე გადაცემაში სხვა მონაკვეთი მაქვს ნახე. ბიზნესებს რო დაარტყა, ნახეთ? მე ამ გადაცემას უყურე. არჩე გალანძღა ეს ორფეხა არსებებიო თავს რომ ბიზნესმენებს რომლებიც მილიარდობით ლარ შეულობენო არც ერთმა მათგანმაო ჩვენი ვიზიტი ვაშინგტონში არ დააფინანსაო მაგაზე გალანძღა არა ეხლა რო წავიდეთო ეხლა რო წავიდეთო ხო დედას უტირებდითო ხო აი მაგრამ არ გვაფინანსე ჭყონია არ გვაძლევსო ვაშინგტონში წასასვლელ ფულსო თუ ჭყონიაზე თვითონ ამბობდა მაგან მე რო ხელისუფლებაში მოვალ ფული უნდა მოიტანოს ის 8 მილიონიო რაც აიღო კრედიტის სახით უნდა გადავახტევინოთო და ეს ედავება ერთ 100 მილიონი გაქვს დასაბრუნებელი გავაკულაკო უნდა ცეზარ ჩოჩელის კარგი დამოსთან მივიდა და რაღაცა ლეში მიუგდო ცეზარი მაგრა დააფინანსებს ამათ კი კი ბატონო გაუშვათ ლევან სანიკიძე პატარა გულბოზი ასაც უყურებ არც სტარი მოლოდინების გაჩენა მინდა აი ეს ვისწავლე ნამდვილად და შეიძლება მე ამ შეცდომას უშვებდი მანამდე და პოლიტიკოსი ამ თვალსაზრისით უნდა იწვრთობოდეს რომ შეცდომის აღიარება უნდა შეეძლო 10 აღარ იქნება გამოიწვო და 10 აღარ მოგცემს ყალდაპირებებს და გვეტყვის რომ ეს და ოქრუაშვილი ეს და ვინა ოქრუაშვილი გამოვიდა ფოლადი გამოვიდა ოქრუაშვილი არა გასუძის ანუ რატო სამდენი ხარ გვიანში იმას სხვა რამეზე აქვს მისი სხვა რამეზე აქვს მიჯილი თუ არ ვწდები პუტარობაქციის ამბავზე თუ არ ვწდები არა იმაზეც არ რო არ მივიდა კაცო ეგ ცალკე კაი უბრალოდ მოიცა მე რა მაინტერესებს ის რო გამოვიდა ხო ერთი რო გავუშვი მაგის მეტი არ უკაკანია არაფერი საინტერესო არა მეტი რაღა უნდა ეკაკადა მეტი რა უნდა აუიცი მე ამდენი ხანი არ უკაკანია საჯაროდ და ნუ იძახის რომ მე ვიქნები ლიდერი და მაინც უდას გაწყობ ჩვენ ლიდერი რო არის ჩვენ ეხა ტარზე ვენოკია რა თქმა უნდა ეგ იმიტომ რომ გასაგებია მაგრამ მაინც გაწყობს რა ანუ მას რო შეუულია დაშლა ასე მხოლოდ ჩერგოლეიშვილს შეუულია დაშლა ჩერგოს უფრო მაგრამ არა მაგასაც აი ამასთან გულის წასვლა შეუულია მაგრამ ტიპი არის აროგანტული ჩერგო აროგანტული არ არის გიჟია და ეს ტიპი არის ტრაბახა აროგანტული ის არა კაკანა რა ტირალა ის სხვა შორს იმას რომ ტირალას ტალკივაიუშია რა რა გვარია ორჩნეშუა რაზმაძეს მაგას რომ ტირალას ვეძახით აი ამას არ დავარქვი ტირალა ეთერი არ გაუმაზია ბამბანერკის ლიქიორი ბამბანერკის მთრალი ლიქიორი შეჭამდა ლიქიორიან ბამბანერკას
ბიჭო, ტიპის ველაფერი გვაქვს ლაივში ნანახი. ტიპი აცრა გაიგეთ ლაივში. რა, ხო, ზუძვა. სახე მიითეთ რა. სახე მიითეთ რა. მოწია. მოიცე კიდე რეები იქნა. იტირა. რამდენჯერმე თვალი იბლატავა. ფლირტი გახსოვს? ნიყვის ფლირტი ბიჭო. იბლატავა იმას. ნიყუზე ტიპს ფლირტავა. არა, გაკნაჭა. საბაძა. ნიყვი არ გაკნაჭა. და იმან არა. მეგაგასინჯებ ნიყ. ის გარკვეულ იმას რო აკეთებდი. და მე ვიცი, ამის უკან დგას კაცი. ხოდა ეს გამომძიებელი დედა აფეთქებული და როგა სადაში შევიდა ბიჭო. დინარეში. და იქ რო იბლატავა კოჭებს დაგიხრიტავა. ქალებთან. სტრესის და ქალი რო გამოიქცა. არა, რო გამოიქცა ხალხო. რო გამოიქცა მორბის და მეთქი ვიღაც კაცებს უპირისპირდა სამკაც რო კარტიტაკე მოვიდეთ და საწონა ვიღაც ეთქა არა ის იყო ძალიან მაგარი ბიჭო შინდის მწვენი ესხა თუ რა ხოდა კაპოტ მე დავლევ ეს არის კაპოტი და ესე დავლევ თქვენ კოჭებს დაგიხრიტავთ კოჭებს დაგიხრიტავთ კიდე სხვა ეთერი იყო კოჭებს დაგიხრიტავთ სხვა იყო კაი თუ ვინმე მოხვალთო აი რა გიზავთ ვიცი აი კოჭებს და ჰა იურა მეჩითოს რო აგინა იურა მეჩითოს კიდე სხვა იურა მეჩითოს და ჯაჩერებდნენ ვიღაცები ისიბინძურე და ჩაგიფსი თუ აი ჩაგიფსი აპოთეოზი აურა სულელი კაცი თავს იღიზიანებ და ხო სასტაიანში შედიოდა სპეციალურად იმიტომ რომ ეგ ჯამტელი მდგომარეობა არ იყო და სალომეს რა წაგინა მაგან ბიჭო სალომე მართალი აღმოჩნდა მაგის და გაბუნიას ბალიში ჩხუბები კეთვაი ეგეც თემა იყო თმაო გაჩერდი დაბრუნდეს რანეტა წამყვი აუ რა მაგარი ერთმანეთთან ფლირტიც ქონდათ რაღაც პოჩი კაც გაჩერდი რა ო გაბუნია აღარა ჩანს არსა ხო კაია გაბუნია გაიზარდა როგორც ჩანს რა კაი მეგობრებო ირაკლი კუპრაძე გაუშვათ და დავასრულოთ აღარ მინდა გიგაური გაუშვათ და დავასრულოთ ფიქსონ მანდელა მე მგონია რომ საქართველოს სიყვარულისთვის სივრცე ყოველთვის და ალბათ ეს გვამოძრავებს ჩვენ. ამიტომ ხა გასაგებია რომ ორგანიზებულად და აი როგორც ორგანიზაცია ძალიან გვიჭირს ეხლას და გაგვიჭირდება მუშაობა, მაგრამ როგორც ადამიანებს, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტებს, რა თქმა უნდა არა. ჩვენ ვერავინ ვერ აგვიგრძალავს მოვემსახუროთ ჩვენს მოქალაქეებს და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. დღეს იყო ეს კალი გერმანიის ელჩის სახლში და რომ იმედი ჯერ დაიბნა ჯერ ვერაფერი ვერ მოსხო და რუსულ მედიას შავა ეგრე არ უნდა გეთქო ეს ელჩთან დანავალა თუ დანავალა კი ბატონო ბიჭო ის რო გააძრეს სადღაც ესტონეთში თუ სად გააფორმეს ფიქტიური მისამართი აქარიო ჩვენ ესტონური მედია ბოსლის ის რო არის ბოსლის შენობაში ისეთი ნაგლები არიან რომ ნამდვილი შენობაც არ არის ბოსელია ბიჭო კი ფოტო ღორი დარის შიგნით და თავმჯდომარე მაჩვენა ფოტო კარგად ზარდებოდეთ უყურეთ გადაცემას რომელსაც კვირას ევროპის და ისე 10 ნახევარზე გელოდებათ ძალიან ჩვენ ორ შაბათს საკითხები ამ ფორმატით კარგად ზარდებოდეთ